მოგესალმებით, მე ნატალა, ეს ჩემი ავტოარხი ავტოპარკია, ეს კი ჩემი დღევანდელი სტუმარი 2015 წლიანი Dodge Challengerია. პირველ რიგში მადლობა რომ გვიყურებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვალაიქეთ, დაგვიწერეთ კომენტარები და ჩვენ კიდევ ძალიან ბევრ მაგარ მანქანას გთავაზობთ ჩვენს არხზე. დღეს მოგიყვებით ამ ავტომობილის დიზაინზე, ასევე სალონზე, ყველაფერს გეტყვით ავტომობილის ტექნიკურ მონაცემებზე, თუ გადაწყვეტთ რომ ადამიანების მოტაცება გჭირდებათ და მიჯერეთ, უკან ადგილი საკმაოდ დიდი გვაქვს. იმაზე დიდი ვიდრე წარმოგიდგენიათ. ავტომობილი, როგორც გითხარით, არის 2015 წლიანი, აღჭურვილია 6 და 4 8 ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავით, გამოიმუშავებს 485 ცხენის ძალას და აქვს 645 ნიუტონ-მეტრი. ამერიკული მანქანები, როგორც მოგეხსენებათ, გამორჩეულია თავისი ვიზუალიდან გამომდინარე და ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს ეს ავტომობილები, Dodge-იც, რა თქმა უნდა, გამორჩეულია, უყურებთ რამდენად ბრუტალური და რაღაც ძალიან აგრესიული ცხვირი აქვს. ვიზუალს თუ შევხედავთ, საკმაოდ დიდია. Mustang-თან შედარებით ზომა ბევრად დიდია, რაღა დაგიმალოთ და სამართავადაც ცოტა რთულია, აქედან გამომდინარე. კამაროს ჯერ ვერ შევადარებ, მხოლოდ იმიტომ რომ არ გადამიღია და ეგეც გეგმაში გვყავს და შემოგთავაზებთ კიდეც. რა ხდება ვიზუალზე? ვიზუალი ძალიან ლამაზია. მე პირადად მომწონს, დგომა აქვს იდეალური. ყველა მანქანაში გამოარჩევთ ამ ავტომობილს, იმიტომ რომ ვიღაცას არ ჰგავს, რაღაცით არ ჰგავს, გამორჩეულია. ცხვირს თუ შევხედავთ, არის ძალიან სხვანაირია რა ეს ჭრილებით თავისი აი ამ ზონით შეიძლება კამერაში არ აღიქმებოდეს, მაგრამ აი ოდნავ გამოწეული აქვს ფარების განლაგებით, ეს ანობრი ნიშანი და ასე შემდეგ. თან ყველაზე კარგი ის არის, რომ აი ეს განსხვავება გვაქვს აქ. ანუ აქედან შედის ჰაერი, ჩვეულებრივი ფარი არ არის, საჰაერო ადგილი გვაქვს როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ. ფრთაც საკმაოდ ისე დიდად მოყვება, დიდია, დისკებს რაც შეეხება, ოციანი დისკები გვიყენია, ოღონდ არა ორიგინალია სამწუხაროდ, აფთერმარკეტებია, მაგრამ საბურავის ზომას შეხედეთ, უბრალოდ რამხელა არის. სარკე სტანდარტული სარკეა, სხვათა შორის არც ძალიან პატარა არის და ხილვადობა რომ გითხრათ რომ რაღაც ცუდია და იკარგება თქო, არა მოგატყუებთ. გასაღები ბერკეტი რაღაცა ძალიან ისეთია. უფრო სხვანაირი დახვეწილს ველოდებოდი რაღა დაგიმალოთ. აქ ხდება ბენზინის ბაკის ხუფი. ვისურვებდით ცოტა სხვანაირი ყოფილიყო რა, რომ ერთიანობაში უფრო ლამაზად გაჰყოლოდა ავტომობილს, მაგრამ აი ფერი აქვს ულამაზესი. არ არის ჩვეულებრივი ნაცრისფერი, ანუ გლითერებიანი ნაცრისფერია და მე მივესალმები მსგავსი ფერის ავტომობილებს, იმიტომ რომ ბევრად ლამაზია და ერთფეროვნება არ არის ავტომობილზე. თან მზეზე დღვრიალებს და გოგოებს გვიყვარს სიბრჭყვიალე. უკანა მხარეს თუ შევხედავთ, საკმაოდ დიდი უკანა მხარე გვხვდება Dodge-ებში. ანუ წინა მხარე ხომ დიდია და არის, მაგრამ აი უკანა მხარე ძალიან ესე დიდია, გაწელილია, როგორც სიგრძეში, ასე სიგანეში. რავი, ცუდი არ არის ყოველ შემთხვევაში. სტოპები მომწონს. რაღა დაგემალოთ და Dodge-ების უკანა სტოპები ძალიან მელამაზება და მეკომფორტულება, ანუ ღამეც ნათების დროს ძალიან ლამაზია. დამატება გვაქვს სპოილერი, სპოილერებიც უხდება, რავი, ჩემთვის ყველა მანქანას უხდება მგონი სპოილერი. კამერა აქ ვიყენია, რა თქმა უნდა, გჭირდება ამ მანქანაზე კამერა და კიდევ ერთი რამ, თავიდან რომ ვნახე ეს მანქანა, მინდოდა საბარგული გამეღო და აი ჩალიჩევოდი სადღაც აქედან უნდა გამეღო, თუმცა სად აქვს? აქ აქვს ერთი პატარა ღილაკი და ოღონდ ეგრევე არ იხება. საჩალიჩო თემა ესეც. ღილაკს რომ დააწვევით, ავტომატურად ხელი უნდა შეუცუროთ საბარგულს, რომ შეძლოთ საბარგულის გაღება. სხვა ესეთი არაფერი და ცოტა ჯახუნობს. მაგრამ მაინც მომწონს, ამერიკული მანქანებია და რას ვიზამთ. ავტომობილზე შეცვლილი რაც არის ძრავის ხუფი და აყენია Redai Hellcat-ის ძრავის ხუფი. ესეც შვენიერია, უხდება, ლამაზია და უფრო აი 6 და 4-ს რომ შეესაბამება, ზუსტად ისეთია. დამატება გვაქვს ასევე წინა ტუჩიც, სხვათა შორის ამ ავტომობილს როცა ვხედავ, ყოველთვის მიჩნდება ის განცდა, რომ ძღოლები წინ ვერაფერს ვერ ხედავენ ამ საქარე მინიდან გამომდინარე, მაგრამ როცა ჯდები შიგნით, ეგ დისკომფორტი ქრება. იმიტომ რომ კარგად აღიქვამს ყველაფერს ეს საქარე მინა, არც ისეთი პატარა შიგნიდან, მაგრამ გარედან რომ შეხედეთ, აი ერთი ბეწუა რა. პლუს არის დამუქება მინაზე და ეს ხილვადობას კიდევ უფრო აფუჭებს. მაგრამ დაბალი ადამიანებისთვის არც ისეთი არაკომფორტულია. კიდევ რაც ძალიან მომეწონა არის ის, რომ ანუ აი ეს ზოლი, რომელიც ძალიან კარგად მიყვება მთელ
ავტომობილს, გაბარიტებში ბევრად უფრო დიდს და ეფექტურს აჩენს ამ ავტომობილს. აქაც გვაქვს იგივენაირად, აქაც კარგად მოყვება ეს ჭრილები, ნუ მოკლედ მომწონს და ამ ზოლებს თავისი ისტორიაც აქვს, ანუ წინამორბედ ჩელენჯერებსაც ჰქონდა მსგავსი ვიზუალი და ამაზეც დააბრუნეს და აქვს. კარგი ის არის, რომ ჭრილები სხვათა შორის მომწონს, ანუ ძალიან დიდი ღეობები არ არის დარჩენილი. მუსტანგს კატასტროფულად დიდები ჰქონდა მართლა. ამ ავტომობილის უდიდესი ღირსება არის ძრავი. როგორც გითხარით, არის 6 და 4 და ნახეთ უბრალოდ რა ლამაზია. ანუ ეს ცალკე პიროვნება რა. ანუ როცა ამ ავტომობილს ყიდულობ, ავტომობილს არ ყიდულობ ძრავს და მე ეს აცვია ჩონჩხი გარედან. ძალიან ლამაზი ძრავია, უბრალოდ აი ყველაფერი შიშველია, რაც მე არ მიყვარს არც ერთ ავტომობილში, მირჩევნია ყველაფერი იყოს დაფარული. ძრავი არის უზომოდ კარგი. თვითონ ძრავი, ანუ უფუჭებელი ძრავია, რა უნდა გააკეთო, აი ძალიან უნდა მოინდომო, ყველაფერი უნდა ქნა მართლა იმისთვის, ორიენტირებული უნდა იყო იმაზე, რომ აი ძრავი როგორმე გააფუჭო, რომ ამ ძრავს რამე დამართო. დანარჩენი ეს არის ძალიან როგორც იტყვიან ბრჭყალებში ვირი ძრავი და რავი, აი გემრიელად გამოიყენებ, არ დაზოგავ მანქანას იმის გამო, რომ ძრავს არაფერი არ დამართო. შეგიძლია ბოლომდე ისიამოვნო ამ ძრავით. აჩქარებას რაც შეეხება, ეს ავტომობილი დრაგსტრიპზე რომ დააყენოთ, ჩქარდება სადღაც 4 და 4 და 5 წამში. მე თუ მკითხავთ, კარგი დროა და კარგი მაჩვენებელია, კუზავი საკმაოდ მძიმეა, ანუ ამხელა მანქანა რომ ამ დროში გაიყვანო, ძალიან კარგი შედეგია მოკლედ. დარჩენი რა შეგვიძლია ვთქვათ? არაფერი, იმიტომ რომ ავტომობილი არის სრულიად სტოკი და როგორც ქარხანამ გამოუშვა, ზუსტად ისე გვყავს დღემდე მოყვანილი. სამუხრუჭე სისტემაზეც გეტყვით ერთ-ორ სიტყვას, ქარხნულად მოყვება ბრემბოს სამუხრუჭე სისტემა და როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ კარგი მუშა და დახვეწილი სამუხრუჭე სისტემა არის, აი წითელი ფერიეთან და შვენიერი. საბარგულშიც უნდა ჩაგახედოთ და ერთ-ორ სიტყვას გეტყვით საბარგულზეც, რა ხდება საბარგულში. აქ ხდება ის, რომ საკმაოდ დიდია და ამერიკულ მანქანებს როგორც ახასიათებთ, ანუ ეს ჭრილი პატარა აქვს. ჩემს მუსტანგსაც ზუსტად ანალოგიურად ქონდა, მაგრამ იმასთან შედარებით ეს ბევრად განიერია. ღრმა არის, დიდია, ყველაფრის ჩადება შეგიძლიათ და სადაც არ უნდა წახვიდეთ, ანუ კომფორტულად იმგზავრებთ რა, საბარგული გაქვთ. თავარი ეგ არის. ნუ კარი ძალიან მძიმე, ანუ ჩემს მასას აღემატება და ვერ ვაღებ. იცით როგორი სალონია, იმ მხოლოდ მძღოლზე გათვლილი სალონია რა. რომ დაჯდები, მარტო მძღოლი უნდა იჯდე აქ. სავარძლები საკმაოდ კომფორტულია, რბილია, სპორტულია, იგვერდით ეს ჭრილებიც კარგად გერგება სიჩქარის დროს, ანუ არ მოძრაობ შენ და კარგია, მე ძალიან მომეწონა. ნაჭერი ალკანტარა მარტივად წმენდვადია, ანუ არ გიჭირს რომ მოუარო ამ სალონს. პლუს შავია და რავი უხდება რატო არა. საჭე მომწონს რაღა დაგიმალოთ და ძალიან ისეთი სპორტული საჭეა. უბრალოდ რაც არ მიყვარს ეს არის ეს პლასტმასის ღილაკები, ცოტა შევცვლიდი, მაგრამ ნუ 2015 წელს ამაზე მეტი რავი რაღა უნდა მოეთხოვებოდეს. და ყველაზე მეტად რაც მე მომეწონა არის სიჩქარეების მაჩვენებელი დაფა. იმდენად ლამაზია, იმდენად დახვეწილია, რომ აი სულ რომ ერთი და 8 იდოს ამ ავტომობილში ძრავი, აი ეს გეუბნება რომ არა, 6 და 4 ვარ. ერთადერთი რამ რაც არ მომეწონა არის კარის გასაღები ბერკეტი, ანუ როცა დახურულია, აი ძებნა გიწევს რა, ძალიან არაკომფორტულია. ეს რომ იყოს ცოტა ზევით განთავსებული იქნებოდა ძალიან კარგი. გვაქვს ჰარმან კარდონის აუდიო სისტემა და ანუ ეს აუდიო სისტემა რომ კარგია, მაგას თქმა არ სჭირდება და კიდევ ერთი რამ, ძალიან პატარა სათავსოები გვხვდება კარზე. მგონი აქაც გვაქვს ერთი პატარა, ანუ თითო ბოთლის ჩასადები გვაქვს. ესე იგი, ავტომობილები ხო ვითარდება. ვიზუალს ხო ცულიან და ცულიან ყველა ბრენდი და ყველა მარკა. ბიჭო, ამ გასაღებზე რა ემართებოდ, რაღაცა ლამაზები შექმნან რა. რავი. როცა გეუბნებოდით, რომ ავტომობილი მორგებულია მთლიანად მძღოლზე და აი სალონიც მაგას მიგვასწავლებს, არის ზუსტად ეს. ანუ გვაქვს გამყოფი ზონა, რომელიც ყოფს მძღოლს და მგზავრს და აი მგზავრის მხარეს ეს ადგილი არის ამოწეული. დანარჩენი ის თავისი ძის, ანუ არაფერს არ ეხება, აქაც აი ეს ადგილი ამოწეულია და ანუ მთლიანად მოტრიალებულია ჩვენსკენ მძღოლისკენ, არაფერს არავინ არ ეხება და მთლიანად ძიხარ აი ამ ზონაში შენ და მართავ და აკონტროლებ ყველაფერს. მგზავრი გინდ ყოფილა რაც თემაა. რაც შეეხება ბერკეტს, რომ გითხრათ რომ ძალიან ლამაზია თქო, არა, მაგრამ გვაქვს ორი ვარიანტი. პირველი, რას გვაგონებს ეს ბერკეტი?
სამარშრუტო ტაქსის ბერკეტი, რომელიც ზუსტად რაღაცა ასეთ ფორმაშია თუ B აუდისგან მოიპარეს თუ აუდმა მოიპარა. C-ს გამოგვივიდა ამასობაში. ანუ სამი ვარიანტი გვაქვს და რავი შემოგთავაზეთ თქვენი ვარიანტები. ნუ აქ ჩვეულებრივ ღილაკები ეს სტანდარტული მენიუ გვაქვს. სხვათა შორის რომ გითხრათ რომ ეს შავი ღილაკები რაღაცა წლებმა გაცვითა თქო არა, ისევ ძალიან კარგ ვიზუალზეა. ესე იგი კარგი ხარისხის პლასტმასით არის გაკეთებული, ეგრე კი არ არის. ნუ მომწონს. ეს რომ ზევით იყოს ნამდვილად არ მომეწონებოდა, კარგია აი ამ ზონაში რომ განათავს ეს. სხვათა შორის სტარტ-სტოპის ღილაკი მიუხედავად იმისა რომ ამ ზონაზე დიდად არ მიყვარს, ამ მანქანას უხდება. ანუ ისეა მოწყობილი ეს ადგილი, რომ ამ მანქანაზე ძალიან კომფორტულად ზის ამ ზონაში. კაც პატარა სათავსო აქვს. ისე სათავსოები მგონი უჭირს დოჯის. რას ვისამთ? სხვათა შორის სათავსოებზე მე პატრონემ მითხრა რომ მაინც კაცების მანქანა არის ესო და ბევრი სათავსო არ გვჭირდებაო. არა და რასაც ესენი სვამენ და ეწევიან, რავი წესით ამათ უფრო სჭირდება. ჩვენ ქალებს ერთი ჩანთადა გვაქვს მარტო. სხვათა შორის აი მე რაც ძალიან მიყვარს ეს მზის ფარდაც ძალიან კარგი ნაჭერით არის შეფუთული და ჩვეულებრივი პლასტმასი არ არის. სარკე საკმაოდ დიდია. საوارძლები გვაქვს და ელექტრო არ არის. მხოლოდ მძღოლს არ გუნეს ეგ ბედნიერება რომ ელექტროთ ყოფილიყო რა საوارძელი დანარჩენები ვაფშე უჩასხდებით და აი ეს უბედურება რა არის? რაღაცა პლასტმასი, რომელზეც ჩამოყიდეს ასე ეს ღვედი და რავი, ანუ ახლებს ასე აქვს თუ არა სიმართლე გითხრათ, არ ვიცი და ვიმედოვნებ რომ არ აქვს. იმიტომ რომ უნდა უჩივლო. აი ესე რომ იყოს, ანუ არა რა, ეს რა. სხვათა შორის კარგი ის არის რომ ჭერი საკმაოდ მაღალია და თავზე არ გებჯინება. და თუ აქ სათავსო გვაქვს და სხვათა შორის ბადი არ არის, ეს ხო წესიც მიყვარს. აი მუსტანგისგან განსხვავებით საკმაოდ მაღალი ჭერი აქვს, ანუ დაქანება უკანა მხარეს არ აქვს, რაც კარგია და ანუ თავისუფლად შეგიძლია ჯდომა მაღალ ადამიანსაც. ეგ დისკომფორტი ამ ავტომობილში არ არის. ერთადერთი ის არის, რომ ანუ საوارძლები საკმაოდ უკანა მხარეს არის გამოწეული. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მუსტანგთან შემიძლია რომ პირდაპირ პარალელი გავავლო და იმასთან შედარებით ამ ავტომობილში უკან ჯდომა პრობლემას პირადად ჩემთვის არ წარმოადგენს. ბევრად დიდი სივრცეა და კომფორტიც არის სხვათა შორის. პლუს გვაქვს სათავსოები ჭიქებისთვის და ხელის ჩამოსადებიც. ესეც მომწონს ძალიან. ნუ საوارძელი ისე ასე ძლივ-ძლივობით უნდა გავწიოთ, მივწიოთ, მოვწიოთ და გადავიდეთ. და რაც მთავარია, აქ არ გავიჭედე გადმოსვლის დროს. ახლა უბრალოდ მოусმინეთ, რა საოცარი ხმა აქვს ავტომობილს. მეზობლები გავაღვიძეთ. ეს ავტომობილი არის ნამდვილად ავტომოყვარულების კარგი სათამაშო, კარგი გასართობია. საჭე არის ძალიან კარგი, იმდენად კარგი რომ აი ვერ გეტყვით რა, ანუ არ ველოდებოდი, სიმართლე რომ გითხრათ, მართლა არ ველოდებოდი რომ საჭე ასე კარგად მოყვებოდა მძღოლს. მანევრირებაც იდეალური, არაჩვეულებრივი, მიუხედავად იმისა რომ მანქანა არის ძალიან დიდი, იდეალურად მოყვება შენს რეაქციას. კიდევ ერთი ძალიან რაც მომეწონა, ველოდებოდი რომ იყო აი დრაგუნა მანქანა, აი ამერიკული მანქანები ხო აი ბრახუნაა და რაღაც მთელი ამბები, მაგრამ აქაც გამიცრუდა იმედი, მინდა გითხრათ და საკმაოდ რბილია, იმაზე რბილია ვიდრე წარმომედგინა. ჩასვლები, გადასვლები, ყველაფერი. სამუხრუჭე სისტემაც აქვს კარგი. ანუ არ გეშინია რომ ჩააჭერ, თუნდაც პატარა მანძილზე კარგად გემორჩილება სამუხრუჭე სისტემა. სერვისაც შეეხება, კარგი ის არის რომ სერვისი გვაქვს, ანუ თუ რაიმე სახის პრობლემა იქნება ავტომობილზე, ეს იქნება ელექტროობა თუ სხვა, არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ. ნაწილები იშოვება და ძალიან ბევრია და ძალიან ბევრნაირი სულო გულო რა გინდა. ყველაფერი არის. ამ ავტომობილს როცა ყიდულობ ძალიან დიდად ყურადღებას არ უნდა ამახვილებდი, მაგრამ მაინც გეტყვით რომ ქალაქში წვავს დაახლოებით 18-21 litrს, შერეული ტარებით 15 litrამდე ჩამოდის, ხოლო ტრასაზე
გაგიკვირდებათ და 8-10 litrს უთანაბრდება. ფასიც ალბათ ყველას გაინტერესებთ. ადგილზე რომ შეიძინოთ ამ ავტომობილის ფასი მერყეობს სადღაც $27,000-დან $30,000 ფარგლებში გააჩნია ალბათ ავტომობილის მდგომარეობას, გარბენს და ასე შემდეგ. ამ ავტომობილის გაბარიტები ადვილი სამართავი ნამდვილად არ არის, საკმაოდ დიდია. წინ არაფერი არ ჩანს, აი კამერას თუ მიატრიალებს ოპერატორი განახებთ რომ მართლა არაფერი არ ჩანს. აქ კიდევ უფრო რთულია წინახედვის არეალი, იმიტომ რომ ამოწეულია ეს მხარე. გაბარიტებში კი უყურებთ რომ კატასტროფულად დიდია თვითონ ავტომობილი, მაგრამ რომ ჯდები და ირგება ავტომობილს, მერე უკვე ეგ შეგრძნებები ქრება რა. ანუ იმდენად კარგი სატარებელია, იმდენად კარგი ხმა აქვს, იცი რას მართავ და იმდენად გსიამოვნებს, რომ ანუ მაგ გაბარიტებს დიდად ყურადღებას აღარ უთმობ და სიამოვნებს რა რომ ატარებ. აი ყველა წუთი ამ ავტომობილში არის ძალიან დიდი სიამოვნება და მე ძალიან მომწონს. თუ შევადარებ Mustang-ს ამ ავტომობილს, შემიძლია გითხრათ ის რომ ორივე ნამდვილად ამერიკული მანქანა არის. სხვაობას რაც შეეხება არის ის რომ ეს გაბარიტებში ბევრად დიდია, ტარების დროს ჩემთვის Mustang-ი ცოტა უფრო ხისტია ვიდრე ეს, ანუ ეს ცოტა უფრო რბილად მომყვება ვიდრე ის. დანარჩენი ვიზუალურად თუ ვიმსჯელებთ, მე Mustang-ი უფრო მიყვარს, რა ვქნა, სულით Mustang-ერი ვარ და ამას არ უმალავ და ვერც დავუმალავ. შიდა სივრცე ამასაც აქვს თავისი სპორტული მახასიათებლები, მაგრამ Mustang-იც არანაკლებია ის თავისი ღილაკები რაღაც აწევდაწევები ძალიან მომწონს. უბრალოდ აქ ერთადერთი ის არის განსაკუთრებული, რომ აი ეს ყველაფერი შენია რა, მძღოლის, სხვა არავისი. ეს ავტომობილი არის მძღოლისთვის. მორჩა. დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. მადლობა ვინც უყურებთ ჩვენს არხს, გამოიწერეთ, დაგვიკომენტარეთ კიდევ რა მანქანის ხილვა გსურთ ჩვენს ავტოარხზე. ჩვენ ვეცდებით რომ ის ავტომობილი აუცილებლად მოვიყვანოთ ჩვენთან გადაცემაში. დღევანდელი სტუმარი კი ნახეთ, მე პირადად ძალიან ვისიამოვნე და ძალიან დიდი სიამოვნებით ვიყოლიერებდი ერთს ასეთ ჩემს ავტოგარაჟში.